ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი. სამართლებრივი თვალსაზრისით იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, სტანდარტი არის ძალიან მაღალი მტკიცებულებებით. არც ერთი წინადადება არ იქნება დასკვნაში, რომელიც არ იქნება გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან მორიგ ჯერზე დადასტურდება უკვე დოკუმენტალურად ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ისეთი პოლიტიკური რეჟიმი და პარტია, როგორც არის ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები, ზოგადად იყვნენ პოლიტიკაში, არა თუ ხელისუფლებაში, არამედ ზოგადად პოლიტიკაში. აი ეს დასკვნა იძლევა ამის საშუალებას. შესაბამისად პროცედურულად ჩვენ ამ დასკვნას გადავწევთ ბიუროს, რომლის მეშვეობითაც უკვე სესიაზე იქნება განხილული ეს საკითხი და შესაბამისად უკვე ბუნებრივია შემაჯამებელი სიტყვა იქნება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, რა თქმა უნდა, ეს წინადადება, რომ საკონსტიტუციო სარჩელით უნდა იქნას მიმართული სასამართლოსადმი და აი ამ დასკვნების საფუძველზე იქნას აკრძალული კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალაში. თუმცა ეს არის უკვე არა კომისიის, არამედ უკვე საქართველოს პარლამენტის შესადგენი და გასაკეთებელი. შემოსავლების სამსახურმა მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკონსტიტუციო სარჩელი შედგება და რა ფორმატი იქნება და როგორი იქნება იქ შინაარსი, ეს უკვე იქნება საქართველოს პარლამენტის წევრების გასაკეთებელი და ამას მორიგ ჯერზე ჩვენ რა თქმა უნდა გაცნობთ. არა, პროკურატურას ვერ გეტყვით. პროკურატურაში არ მიდის პარლამენტიდან ეს საკონსტიტუციო სარჩელი წავა საკონსტიტუციო სასამართლოში და თუ იქ მე რამე გამოიკვეთება ინდივიდუალური სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ამით შესაძლოა პროკურატურას დაინტერესდეს. შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო ხაზარაძის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც დაქირავებული აქვს გერმანიის ელჩზე. აი რას ნიშნავს გადასახადების დამალულთან დაკავშირებით შეიძლება წავიდეს ამ შემთხვევაში? ნუ ეხლა ხაზარაძის მხრიდან სამწუხაროდ არავის უკვირს რაც გადასახადების დამალვა და არც თავის არიდება. ადამიანი საკუთარ ქვეყანას და ხალხს ხოვდა მილიარდ ნახევარს, თუმცა 7 მილიონის გადახდა აქეთ დაეკისრა იგივე ხალხის სასარგებლოდ და სახელმწიფოს სასარგებლოდ. მაგრამ აქ თავარი ის არის, რომ დიპლომატი ქირაობს უძრავ ქონებას ისეთი ადამიანისგან, რომელიც არის საჯაროდ ცნობილი, ჯერ ერთი ამ დიპლომატების ფავორიტი არის, ანუ სუბიექტურად დაინტერესებულია გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, აი ხაზარაძით, იმიტომ რომ აშკარად საჯაროდ არის მის მხარეს პოლიტიკურად, რაც არ არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად სწორი და მეორეც, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ დარღვევა კონვენციის, პირდაპირ დარღვევა დიპლომატიური წესით, როდესაც შენ შედიხარ გარიგებაში ისეთ ადამიანთან, რომელიც არის უკვე ექსტრემისტი პოლიტიკოსი. ამ შვედეთის განცხადებასთან დაკავშირებით გითხავთ უკრაინას მიმართ და სადაც საუბარი არის ერთი თქვენი პასუხი რა შეიძლება იყოს გერმანიის ელჩისადმი, რადგან კონვენციის დარღვევაზე საუბრობთ და ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მისი გასაგებად, რადგან ამაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთხელ გვიტყვამს, რომ ზოგადად ელჩი და მე თვითონ ზეთ ქვეყნის ელჩი, როგორც გერმანია, ვალდებული არის, რომ ახსნას თითეული ნაბიჯი იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის საქართველოში. და შესაბამისად, როდესაც ისეთი პოლიტიკური ფიგურისგან და ექსტრემისტი პოლიტიკური ფიგურისგან, როგორც არის ხაზარაძე, ქირაო ბინას, ელჩი და დიპლომატი, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებია ძალიან დიდი და ახსნა განმარტებები არ იქნებოდა ურიგო. შვედეთის განცხადებასთან დაკავშირებით გითხავთ, რომელიც მიმართავს უკრაინას და საუბრობს იმ შემთხვევაში, თუ მათ ანცალი ამდენი. კი ბატონო, შვედეთის განცხადებასთან დაკავშირებით რუსის რომ მოიწება, მას ნიშნავს დასკვნა. უკრაინას რომ მიმართავს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის წინაპირობა არისო ჩვენ არაერთხელ გვიტყვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შვედეთის ელჩი ვალდებულიც კი არის, რომ ქართულ საზოგადოებას აუხსნას, რას ნიშნავს მისი პრემიერის განცხადება. რომ კანდიდატი ქვეყნები ვალდებული არიან ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონონ, ეს არის წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების, თუ სხვა რამე იგულისხმა მისმა პრემიერმა, მაშინ ესეც უნდა აუხსნას ქართულ ხალხს. იმიტომ რომ აქ ორაზროვნად არ იყო ნათქვამი შვედეთის პრემიერმა, რომელიც ფათაშორის არა მხოლოდ თავის, არამედ ევროკავშირის განცხადებას აზიარებს, ეს არ არის მისი პოზიცია მხოლოდ, პირდაპირ თქვა, რომ
უკრაინას მოუწევს, რომ ეთნიკესიანთა ქორწინების საკითხი დაარეგულიროს, თუ უნდა რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში და ჩვენ ვიცით, რომ კანდიდატი ქვეყნების მიმართ მიდგომები ერთიანია. ამიტომ შვედეთის ელჩის ვალდებულებაა, რომ ქართულ ხალხს აუხსნას ეს რეალურად ვრცელდება საქართველოზე, თუ სხვა რამე იგულისხმება შვედეთის პრემიერმა. სხვა რამე რა თქმა უნდა არ იგულისხმება, მაგრამ აუცილებელია რომ შვედეთის ელჩმა ეს განმარტოს. ლევან ხაბეიშვილმა განცხადება გააკეთა გუშინ, სადაც საუბრობს მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს, ასევე თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი საქართველოს შეუწყოს ვიზა ლიბერალიზაციას, ეს დამატებითი მუხტი იქნება. აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის? ნუ ჯერ ერთი მინდა თქვა, რომ მშვიდობიანი დამხობა ეს არის მათი შემოღებული რაღაცა გაცვეთილი ტერმინი. რას ნიშნავს? თვითონ მშვიდობიანად გალახეს ხაბეიშვილი? ხო შეიძლება რომ მშვიდობიანად გალახონეთ, როგორ არის, მაინტერესებს. მშვიდობიანად რო ცემო ადამიანი შეიძლება? დი განმარტოს. ეს არის მათი გაცვეთილი რაღაცა უაზრო ტერმინი, აქაც კი დაკარგულები არიან. და რაც შეეხება დამხობა, რევოლუცია, რასაც უკვე აღარ მალავდნენ, სხვათა შორის 1-2 წლის წინ, 3 წლის წინ ამას ფუთავდნენ. ეხლა აღარც ფუთავენ, დაამბობენ, კი, რევოლუცია გვინდა, უბრალოდ განსხვავება ის არის, ვიღაცა ამბობს, რომ 4-ში გვინდა რევოლუციაო, ვიღაცა ამბობს, რომ რევოლუცია თვითონ მოვა და დაუგდოთ ყური, რევოლუციის გუგუნი რო იქნება, მე გავიგებთ. აი ეს არის განსხვავება, რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, რა თქმა უნდა, ეს არის საოჭრო თემა, როგორც იყო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, პირდაპირ ამბობენ, რომ ქართულ ხალხს დავაზიანებთ, თუ კი არ იქნება უკანონო ცვლილება ხელისუფლების. როგორმე გააღიზიანონ ქართული ხალხი, რომელიც კარგად იცის, რომ ეს არის საოჭრო თემა, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ სუვერენიტეტი უნდა დაკარგო, მეორე ფრონტი უნდა გახსნა, კაცები უნდა დააქორწინო და მერე შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია არ შეგიჩერონ. და შედალოცულო რა უვიზო წავა ეხლა იქ გათხოვილი კაცი თუ ვიზით წავა, რა მნიშვნელობა ექნება ამას, თუ კი ქვეყანაში აღარ ტრადიცია გექნება და მეორე ფრონტი გექნება და აღარც კაცები იქნებიან დაგეხოცება და ვის დარჩება ისიც დაქორწინდება, მე რა მომავალი ექნება ქვეყანას. ეს არის მთავარი. არ ვიცი კაცო. ზაზა შაქირიშვილი განცხადებას აკეთებს გავრცელებს წერილს, სადაც საუბარია ერთი წამი, სადაც საუბარია დიფტეიტთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირსა და ამერიკას შორის დადებულ ხელშეკრულებას ეკონომიკური ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საუბრობს, რომ ეს არის დიფტეიტიო. არ ვიცი. ამას და წავედი. კი, ეგ ხოლმე თქვი.